მე ჩემს პირად ამბებს შევეთად გიყვებით ხოლმე, მაგრამ ეს ამბავი დღესაც გამხდა ნაწილობრივი თემატიკასთან არის კავშირში, რაზეც თქვენ გესაუბრებით ხოლმე, ამიტომ მინდა რომ მოგიყვეთ. დღეს ვიჯექი კაფეში და უბრალოდ ჩემს რა წიგნებში ვიყავი, რომელსაც ჩავარდნილი და რაღაცა წერდი ვკითხულობდი, მოკლედ ჩემთვის ვიყავი რა. და ერთი მოხუცი კაცი იჭდა ზუსტად ჩემაგიდის უკან. და ერთიორჯერაც გაიარა, გამოიარა და აშკარად მაკვირდებოდა რა, მოხუცი კაცი იყო და აშკარად მაკვირდებოდა რა, შევატყო და ერთხელაც რომ გამოიარა, შევხედე რა, მიციქნებ იქ რამის მოყოლობა ან რაღაცა აქვს თქო რა, სათქმელი თქო და მე დავაკვირდე და თვითონ მეკითხა რომ რამე ხარ ჭირდებოდათ, რამე ხარ მითხარით და მე კი არაფერი და რას კითხულობთ და ვუთხარი რასაც ვკითხულობდი და ხო აი ცოტა გვიანდელი ისტორია თუ გაინტერესებთ შემიძლია რამდენიმე საინტერესო ისტორია მოგიყვეთო და ანუ რაღაცა ადამიანს აი თითქოს ესე მგონია რომ აი რაღაც აკადემიურ სივრცეებთან თუ აქვს კავშირი რომ ძალიან მარტივად შემიძლია ამოცნობა რა და აი ეგრევე როგორც კი დავიდე პირველივე დანახვიდან იქ განცდა მქონდა რომ აი რაღაცა უეჭველი ან ისტორიკოსი ან ფილოლოგი ან რამე მსგავსი რა ზუსტად ეგრე აღმოჩნდა მასწავლებელი აღმოჩნდა 50 წლის გამოცდილებით ისტორიას და გეოგრაფიას ასწავლიდა სკოლაში და ну მოკლედ რაღაცა ჩამოშვა დაიწყო რაღაც ისტორიების მოყოლა. ოღონდ უბრალოდ ისტორიების მოყოლა კი არ დაიწყო. პირდაპირ მეკითხება რომ შენ თუ გაქვს ინფორმაცია იმის შესახებ რომ მთელი ევროპა არის საქართველოს წინაპრების დაარსებულიო და ну მეთქი ხო შეიძლება რაღაც და რეალურად ეს ადამიანი ყოფილა ტოპონიმიკის ერთ-ერთი სპეციალისტი. და ტოპონიმიკის მიმართ ვინც მიყურებთ ხოლმე, ანუ ვიცით რომ ჩემი ჩაციკლა და ჩემი ზოგადად ერთ-ერთი მთავარი საკონცენტრაციო საკითხი ეგაა ის რომ ოღონდ მე უძირთად აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში არსებულ ტოპონიმიკის შესწავლას ვცდილობ და თქვენთვის გადმოცემას, მაგრამ ეს ადამიანი აღმოჩნდა სვაინი იყო წარმოშობით და ისეთი ამბები მომიყვა რომ ანუ უბრალოდ მეც ნაწილობრივ დავჭი შოკირებული რომ ანუ რეალურად ტოპონიმიკა რამდენად ადასტურებს იმას რომ ანუ მართლა აქვს საქართველოს წინაპრებს უდიდესი კავშირი ევროპასთან და არათუ დიდი კავშირი აქვს, არამედ რეალურად სვანური ენის გამოხატულება რამდენად არის ევროპულ ტოპონიმიკაში. აი მაგალითად ყველაზე მარტივით რომ დავიწყოთ, თვითონ რომ ჩამიწერა მე რაღაცაები. აი მაგალითად ყველაზე მარტივით რომ დავყე ნაწერსაც რომ შეხედე და რომ მიხვი, ხანდახან ადამიანებს გვაქვს რაღაც ისტორიები მოსაყოლი. უბრალოდ არავინ არ გვისმენს და მსმენელი რო არ ყავს, რაღაც ვერ ვუზიარებ და ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ რომ ხანდახან მოусმინეთ ხოლმე ერთმანეთს და როცა ხვდებით რომ რაღაც მოყოლა უნდა მოусმინეთ. ნაწერსაც რომ შეხედოთ რა, აი პირველი ნაწილი ზემოდან პირველი რამდენიმე სიტყვა, აი როგორი კალიგრაფია აქვს დაწეული, ხო თითქოს ცოტა გაკრული, ცოტა აჩქარებული და აი მე ნელ-ნელა რაღაც მამაზი კალიგრაფიით მშვიდად რომ მიხდო რომ ვუსმენდი და მართლა მაინტერესებდა ეს საკითხები. ძალიან დიდი დამთხოვა იყო მართლა აი რა იყო ხე იმის შანსი რომ მე შემხედრო და ეხლა თან გამომლაპარაკებოდა ის ადამიანი რომელიც რეალურად ტოპონიმიკას სწავლობს. აი მაგალითად ლიტ არის სვანურად თურმე ან კითხვა ის აი გარბი ხარ, საით მიდიხარ. არის მაგალითად კიდე ძალიან საინტერესო რაღაც მითხრა ანგელა მერკელი ყო ვიცით მირკელის გვარი ხო? მირკელი არის როგორც ამ ადამიანმა მითხრა, ну რა თქმა უნდა ყველაფერი შეიძლება არ არის მეცნიერულად შემოწმებადი. და შეიძლება რაღაცებში ზუსტად არც იყოს, მაგრამ დიდი ნაწილი ნამდვილად ლოგიკასთან არის კავშირში და აი მაგალითად მერკელი არის იგივე გამრეკელი. იმიტომ რომ ანუ ეს ასო რომელიც ამოვარდნილია და საწოლად ამასოს გამოთქმა არ შემიძლია, აი ეს იმიტომ რომ ეს ხდება ხოლმე აფხაზეთის ტოპონიმიკაშიც და ანუ ეს ასო აი ნუ ესები დავხატო მე ხე უბრალოდ კალამი აქ არ მაქვს. ანუ იგივე მარკელი გამოდის, ანუ ეს ასო რომელიც მუნჯური ასოა და ქართული წელი და დღეს ამოღებულია, სვანურად ესე გამოიწვის მარკელი, ანუ გამრეკელიდან მოდის. ვისაც გარეკვა ევალებოდა შუმახერაც, ანუ ამასაც თავისი ახსნა აქვს, საიდან მოდის. მერე ესპანეთის კუნძულები, ანუ ძალიან საინტერესო იბერიაზე ხომ, ანუ საერთოდ იბერიელები, აი მაგალითად ბეირიდან მოდის, რაც მიწას ნიშნავს და ამას ესპანეთთანაც ნუ ვიცით რა კავშირიც აქვს და ძალიან ბევრი ხალხი უბრალოდ ძალიან რომ გამიგზავნეს არმი და მე ვეცები ხვალ შემდგრდა რომ შემხდება და მომიტას თავის წიგნის და გაზეთსაც სადაც აი ამ საკითხებთან დაკავშირებით თავის სტატია აქვს დაწერილი და თქვენ საოცრად გაგიზიარებთ. მოკლედ ანუ აი ზუსტად საინტერესო მეცნიერებაა ტოპონიმიკა, რასაც ამწუხაროდ ჩვენი მეზობლები და არა მხოლოდ მეზობლები ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი და რუსი ძმებიც ხანდახან გვიყალბებენ ხოლმე. მადლობა ყურადღებისთვის.